მისი მიზანი, კამპანიის მიზანი გახლავთ უფასო მკურნალობის მოთხოვნა, უფასო მკურნალობისა და დიაგნოსტირების მოთხოვნა ჰეპატიტის მქონე პრობლემის მქონე ადამიანებისთვის და კამპანიის განხორციელებელი არის ძირითადი განხორციელებელი ზიანის შემცირების საქართველოს ქსელია. ყოველწლიურად დედამიწაზე ფიქსირდება 3-4 მილიონი ახალი შემთხვევების 350,000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ჰეპატიტით განსხვავებული მიზეზის ქრონიკული დაავადებებით და ყოველივე ამასთან ერთად არსებობს ზუსტი სარწმუნო ეპიდემიოლოგიური მონაცემები. მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია პირველი გენოტიპი, მთელი ასე ვთქვათ, ინდიცირებული შემთხვევების 30% წარმოადგენს ეს ტიპი, ეს გენოტიპი. და განსაკუთრებით მაღალი პრევალენტობის ქვეყნებია ეგვიპტე, პაკისტანი, ჩინეთი და ასე შემდეგ. ამდენად ჰეპატიტი მოსახლეობის ჟანრობის დაცვის გადაუდებელი ძაფრი პრობლემაა დღეს მსოფლიოში. ეს 20 მაისია ჰეპატიტის საერთაშორისო დღე, უკვე მეოთხე წელია ეს აღინიშნება საქართველოში და კერძოდ ჩვენს ქალაქში. იცით რომ ასოციაცია არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ის ორგანიზაცია, რომელიც ზოგადად 2010 წლიდან ჰეპატიტის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომის აკადემიას ეწეოდა. დღევანდელი შეხვედრა არის ერთ-ერთი იმ აქტივობათაგანი, რომლის მიზანია ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს ქართველი საზოგადოების მობილიზება და უფასო მკურნალობის მოთხოვნა. მრგვალი მაგიდის სახელწოდება ერთად ამორჩევთ სიცოცხლე ეს სლოგანია, რომლის ირგვლივაც გაერთიანებული არიან ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანები, მათი ოჯახები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები ქალაქის მასშტაბით, ღონისძიება დაიწყო მრგვალი მაგიდით და გაგრძელდება 5 საათზე ქალაქის ცენტრში იმიტირებული არჩევნების პროცესი. მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ მოვიდნენ და არჩევნებში მონაწილეობის გზით ხარი გაუჭირონ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჰეპატიტის პრობლემა დღემდე მოუყარებელი რჩება. 2013 წელი აღმოჩნდა რევოლუციური წელი საქართველოსთვის ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. 60% გაიარდა მკურნალობა, თუმცა სამწუხაროდ დღეს მიუხედავად ამისა, ჰეპატიტის მკურნალობა და დიაგნოსტირება ბევრისთვის უარყოფილად რჩება. ამდენად ჩვენი ძირითადი მიზანი არის მოგვითხოვოთ უფასო მკურნალობა დიაგნოსტირება პრობლემის მქონე ადამიანებს.